ახავთ ალბათ ქორწინების საიდუმლოება რო აღესრულება გვირგვინებს რო ადგავენ თავზე გინახავთ როგორ ფიქრობთ ეს რა არის ეს გვირგვინი ეს გვირგვინი არის ეკლესიის მიერ შეხსენება რომ შენ ჩვეულებრივი ბიოლოგიური არსება კი არა ხარ შენ ხარ პრინცი და პრინცესა ზეციური მეფის შვილი ხარ და გვირგვინი ნიშნავს რომ თქვენ მარადიულად უნდა იცოცხლოთ მარადიულად ქორწინება ემსახურება არა მხოლოდ პირად კეთილდღეობას და პირად გზნობებს და ემოციებს არა მხოლოდ გამრავლებას და შვილების შობას და ასე შემდეგ არა მარტო ამისთვის არის ქორწინება არამედ ქორწინება არის იმისთვის რომ თქვენ ში მოხდეს რეალიზება ყველაზე მთავარის თქვენი შენი პრინცობის და შენი პრინცესობის რეალიზება მოხდეს გესმით რომ ღმერთის შვილობის რეალიზება მოხდეს ხედავთ სად ადის ქრისტიანული ქორწინება არსობრივად განსხვავდება ნებისმიერი სხვა ქორწინებისგან